რას ვფიქრობ? გულახდილად. მოდი გულახდილები ვიყავ. აი, თავისი მინუსებით, პლუსებით რა მოგწონს, რა არ მოგწონს, რა მე შეცვლი. დავიწყოთ შენ დაიწყო. შენ დაიწყე. კაი, რა შევცვლედი შენში? შენში შევცვლედი ხასიათს. რეალურად ხალხს ნათათია როგორც ჩანს, ისეთი ფიარული არ არის, დადარდიანებულია, სულ პრობლემებზე ლაპარაკობს, მასწავლებლებზე, სულ რაღაცა იმის გადასახადი მაქვს ეხა, მე იმის გადასახადი მაქვს ეხა, იმის ბრეკეტები უნდა გავუკეთო ქეთოს. არა, ეგ იმიტომ რომ ორი შვილის დედა ვარ ეხლა და ჩართული. კაი, და კიდე რა მომწონს შენში? შენში მომწონს შენ ხარ სანდო ადამიანი. აი, შენ გენაცვლე. გენდობი. დაიმსახურე რომ მე შენ გენდობი. არა, კაი ეგ. გენდობი. მე იმედები, აი რამე პრობლემა რო შემექმნას, მოვა. შენ რო არ არსებობდე. ხო. შენ რომ არ არსებობდე სამსახურში, სამსახურის იქით. ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც მაცინებს. ოღონდ მართლა გულწრფელად, შენ მაცინებ მარტო. ჩემი გაცილება ხო იცი რა რთულია. კი, ჩემიც. ანუ შენ მემაცინებ. ხო, ანუ მართლა? That's what შენ გამომიხარია სამსახურში მოსვლა. ხო, მე შესგამო. We listen and we don't judge. ხარ მეგობრული, პოზიტიური. ერთ რაღაცა შევცვლიდი რომ 10 წუთი ხო ხარ მხიარული. იქიდან 15 წუთი იწყენ. მე 10 წუთი ისევ კარგ ხასიათზე ხარ, 20 წუთი იწყენ და სულ სახში გინდა. გადააგდე ეს სახლი. მეგობრებო, სულ სახში უნდა, სულ უნდა რომ იწვეს, ხალათი ეცვას, თურქული ყავა წინ ედგას და იწვეს. აი ეს უნდა სულ სახში. აი ვერ ჩერდება დიდი ხანი ვერს. და დადარდიანებულ სიმღერას უსმენდა სახლში მარტო. ხო, ძალიან კარგი მეგობარი რომ ხარ თქვი, ძალიან კეთილი რომ ხარ. ჩემთვის მიღებული ადამიანი ხარ. მაგრამ ცოტა წუწკი კაციც ხარ რა. რას გვეცოცხლებს? არა. ცუდად კი არ გეუბნები, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ აი ცოტა ფულის პოლში ძალიან წუწკი ხარ. აი თქვა, აი ბოგვილის დაბადების დღეზე ყველა მასას ლარი დავსვი და შენ გადე 50 ლარი, რატო რა გაჭირება გქონდა? გააჩერე მანქანა. რატო? შე აფერისტო ხარო შენ. რო ხალხს ჩემზე ცუდი წარმოდგენა შენ. არა, მოიცაქვე. გააჩერე მანქანა! რატო გააჩერე? აფერისტო ხარო შენ. რო ხალხს ჩემზე ცუდი წარმოდგენა შენ. არა,